საქმეს აღამოს ვაგზელებთ საფონდო ბაზრების მიმოხილვით. Განვლილი სავაჭრო სესიით დავიწყოთ, რომელიც საშუალოდ 9% კორექციით იყო წარმოდგენილი. დღეს კი, როგორც ხედავთ, უოლსტრიტის საფონდო ბირჟაზე ინვესტორების განწყობარის გაცილებით უარესი და საკმაოდ მკვეთრი დაღმასვლა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის წინ ბაზარი გაიხსნა პოზიტიურ ნოტაზე, დღეს უკვე ამ ეტაპზე ვითარება არის დრამატულად შეცვლილი, როგორც ხედავთ, S&P 500-ის შემთხვევაში -0.70% გვაქვს, Dow Jones-თან -0.15%, Nasdaq-თან კი -1.16%, რაც ძირითადად არის განპირობებული ტექნოლოგიური კომპანიების დაღმასვლით, ხოლო შოუდ ამ კომპანიებს რაც შეეხებათ, როგორც ხედავთ, ლამის ყველა მათგანი არის წითელ ზონაში, Nvidia-ს აქვს მაგალითად -4%, Google-ს -2.5%, Broadcom-ია ძალიან საინტერესო, რომელიც დაეცა, როგორც ხედავთ, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დამატებით 5%-ით და პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც კვირა-ნახევრის წინ ფიქსირდებოდა, უკვე კორექცია შეადგენს დაახლოებით 20%. ძალიან ცუდი შედეგი აქვს ბოლო პერიოდში Broadcom-ს, ეს კი მის მიერ წარმოდგენილი არასახარბიელო კვარტალური შედეგებით არის განპირობებული. ასევე დაღმასვლა აქვს TSMC-ს -3.5% და Tesla-საც -2.5%-ის ფარგლებში. ფაქტობრივად არც ერთ კომპანიას გამოკვეთილად დადებითი ტენდენცია დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნამდვილად ძირითად ინდექსში არ აქვს. ამერიკიდან ევროპასა და აზიაზე გადავინაცვლოთ, აქ პირიქით პოზიტიური განწყობა გვაქვს, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია მცირედით +0.7%-ით მოიმატა, ხოლო შანხაის შემთხვევაში მატების მაჩვენებელმა შეადგინა +1.8%. ეს კი ნიკეია, რომელსაც აქვს +0.26%. მატება აქვე უნდა ვისაუბროთ ამ კონტრასტზე, რომელიც არის გამოკვეთილი აზიასა და ამერიკას შორის. მოკლედ ბოლო პერიოდში ამერიკას ამემართებით არის მომატებული რისკები AI ბუშტის არსებობასთან დაკავშირებით და ასევე ინვესტორები ფიქრობენ, რომ მომავალ წელს ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას ისე არ შეამსუბუქებს, როგორც ეს აქამდე წარმოგვედგინა, მიუხედავად იმისა, იქ პაუელი იქნება სათავეში თუ ხასეტი ან სხვა ნებისმიერი სხვა პიროვნება. არ აქვს ამას დიდად მნიშვნელობა, ყველა ფედის პოტენციური ხელმძღვანელობის კანდიდატი თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელი ამბობს ერთ რამეს, რომ ფედერალურმა რეზერვმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დამოუკიდებლად და ამ გადაწყვეტილებაში როლი არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არც სურვილებს, არც მოლოდინებს და არც ბრძანებებს. ამის ფონზე კი, როგორც ხედავთ, მიმდინარე თვე დიდად გამორჩეულად ვერ მიმდინარეობს ამერიკული საფონდო ბირჟისათვის. აქვე ნავთობზეც ვისაუბროთ, რომელსაც ძალიან მკვეთრი კორექცია ჰქონდა მიმდინარე კვირას, როგორც ხედავთ, ლამის 4%-ის ფარგლებში იყო ვარდნა, დღეს კი მცირედი მატება გვაქვს +1.5%-იანი, ბრენტი უკვე $60 უახლოვდება, ხოლო WTI-ის ფასი არის $56 ფარგლებში. მატება აქვს ასევე სხვათა შორის დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბუნებრივ აირს, რომლის ღირებულებაც უკვე 27 ევროს ნაჭარბებს მეგავატ საათზე. აი, რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ის გაიაფებულია 4%-ით, უკვე $50 ნიშნულსაც კი ჩამოწდა. ურალის ფასი 49.5-რად ივაჭრება იგი. ეს არის, როგორც ხედავთ, ერთ კვირაში დაახლოებით 7%-ით, ხოლო ერთწლიან პერიოდში 28%-ით შემცირებული მაჩვენებელი. აქვე ერთ საინტერესო სტატისტიკასაც გეტყვით, როგორც ირკვევა რუსეთისთვის ნავთობის გაყიდვა, რომ იყოს რენტაბელური, მარტივად რომ ვთქვათ, მოგებაზე რომ გავიდეს, აუცილებელია, რომ ბარელი ურალის ღირებულება შეადგენდეს მინიმუმ $40. $40 ქვევით უკვე რუსეთის ფედერაციას ნავთობის გაყიდვა ფიზიკურად აღარ შეუძლია, ვინაიდან იქ არის მოპოვება, დამუშავება, ტრანსპორტირება, ქარხნების ოპერირება, ძალიან ბევრი ხარჯია, მილიონობით ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული და შესაბამისად ახლა იმ მინიმალურ ნიშნულთან სულ რაღაც $9.5 აშორებს რუსულ ნავთობს. თუ კი ეს დაღმასვლა ასე გაგრძელდება და კიდევ რამდენიმე პროცენტიან კორექციას ვიხილავთ, მაშინ უკვე მივალთ იმ ეტაპამდეც, რომ რუსეთს უკვე ნავთობის გაყიდვა აღარ მოუნდება ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე. ცხადია, ამ რეალობის დადგომის შანსი ძალიან დაბალია. ბოლო-ბოლო საუდის არაბეთი უშველის და ოთხოვნას დააბალანსებს მიწოდების შემცირებით, მაგრამ ასეთი თეორიული შანსები მაინც არსებობს და გამორიცხული უკვე ამ ეპოქაში ნამდვილად არაფერი არ არის. აქვე ნავთობსა და ვერცხლსაც ვისაუბროთ, ნავთობი არის გაზვირებული სხვათა შორის, როგორც ხედავთ, დღევანდელ სავაჭრო ჭრილში, ასევე ოქრომაც მოიმატა, ოქროს შემთხვევაში $31.5 გვაქვს უნცია მეტალის ღირებულების ზრდა და ის ამჟამად შეადგენს $4.325. აი, ვერცხლი კი რაღაც საოცრებას აკეთებს, როგორც ხედავთ, +4% ფიქსირდება დღევანდელ სავაჭრო სესიაზე, ეს უკვე გარკვეულწილად
გვაგონებს მანიალურ შესყიდვას, როდესაც უკვე არანაირი ეკონომიკური ახსნა ამ ყველაფერს აღარ აქვს, ვინაიდან ერთ თვეში ვერცხლი არის გაზრდილი 30%, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მატება არის 128%. ოქროზე ორჯერ მეტი. ვერცხლი არ არის ის ძვირფასი მეტალი, რომელსაც გააჩნია ისეთი ღირსშესანიშნავი თვისებები, როგორც აქვს ოქროს. ვერცხლი არ არის არც სარეზერვო აქტივი, არც დიდად კომერციული დანიშნულება გააჩნია მას და რეალურად ინვესტორებსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვერცხლი დიდად არ ყვარებიათ, მაგრამ მიმდინარე წელი არის გამონაკლისი, როდესაც უკვე თანხა ალტერნატიული გადადინების პრინციპით გადადის ოქროდან ვერცხლში, ვინაიდან ინვესტორები ფიქრობენ, რომ თუ კი ოქრო ავიდა რეკორდზე, სავარაუდოდ ვერცხლიც უნდა ავიდეს, ამიტომაც საბოლოო ჯამში იქნება ტენდენცია, რომელიც არის თვით აღსრულებადი და ამ თვით აღსრულებადი ტენდენციის ფონზე წელს ვერცხლმა აჯობა ამერიკულ საფონდო ბირჟასაც, გლობალურ ყველა ინდექსსაც, ლამის ყველა კომპანიას და მათ შორის კრიპტო ბაზარსაც. აქვე კრიპტო ბაზარი ვახსენეთ და მასაც გადავალოთ თვალე ის ფაქტობრივად სტაგნაციის ეპოქაშია, როგორც ხედავთ. ბოლო 3 თვე აქ ცვლილებები არ აქვს. 3 ტრილიონია ბაზრის შეფასება ისევ, დღეს კი გვაქვს ცირედი ცვლილება -1%. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 86,500, ეთერიუმი $2,800 ივაჭრება, ერთ კვირაში კლება არის -6-დან -14%-ის ფარგლებში, როგორც თავად ხედავთ. 345 მილიარდი გვაქვს კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე ეთერიუმისა, ბიტკოინის კი $1,727 მილიარდი. დიდად გამორჩეული დინამიკა აქ ნამდვილად არ არის, ამისი მიზეზი კი არის შემდეგი. 2 დღის წინ გასაჯაროვდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია ამერიკის კონგრესის კალენდარის შესახებ გარკვეული მონახაზი. ეს არ არის ბოლომდე დამტკიცებული კალენდარი, მაგრამ დაახლოებით მონახაზი უკვე არსებობს. ანუ კონგრესი რაზე იმსჯელებს მომდევნო წლის განმავლობაში. წლის პირველი ნახევრის კალენდარია წარმოდგენილი და ხო ის აუცილებლად არც ერთი მსჯელობა კონგრესში არ იქნება დათმობილი კრიპტო ინდუსტრიის გარშემო. შესაბამისად, ის გრანდიოზული იდეები, რაც ტრამპმა თავდაპირველად აანონსა, მათ შორის კრიპტოაქტივების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით და ასევე ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე კანონპროექტების განხილვა არ დაიწყება მინიმუმ 2026 წლის მეორე ნახევრამდე. იქაც დაიწყება თუ არა, არ ვიცით, რადგანაც კალენდარი მხოლოდ პირველ ნახევარს მოიცავს, პირველ ნახევარში კი ეს ყველაფერი უბრალოდ არ წერია. ამიტომაც ინვესტორების განწყობა არის უკიდურესად ნეგატიური, ვინაიდან მთელი ინდუსტრია რეალურად იყო ამ ცვლილების მოლოდინში, ეს ცვლილება კი მინიმუმ ნახევარი წელი კიდევ არ იქნება. ხოლო 2025 წელი მთლიანად ისე გავიდა, რომ ამ საკითხზე ძვრაც კი არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით. შემოვიფარგლეთ. აქვე გადავინაცვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ეს საქართველოს ბანკია, რომელსაც დღესაც პოზიტიური შედეგი აქვს +0.38%-ია მატება. TBC-სთან ანალოგიური შედეგი გვაქვს +0.37%. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, როგორც ხედავთ, მისი კურსი მყარად არის ისევ და ისევ დოლართან მიმართებით 2.79. ევროს კურსი არის 3.16, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.59. და ბოლოს აქვე უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად Foresight Investment Group-ზე და Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში, ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი და რაც თავარია, გრძელვადიანად შექმნათ დოვლათი. სარგებლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად დაახლოებით 9% შეადგენს, ხოლო თუ კი ანგარიშზე 50,000 ლარზე მეტ შეიტანთ, მაშინ უკვე სარგებლის მოცულობა იზრდება 10%-მდე. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.